მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სოსო, ეს არის სოსოს ბლიც კითხვები. დღეს ჩემთან იმყოფება სტუმრად ნენე სიხარულიძე, მადლობა ნენე რომ მოხვედი. მადლობა შენ. და გამონახე დრო. ნენე სიხარულიძე ვინც არის, რომ არის მომღერალი. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია HP გრიბოედოვი, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე გრიბოედოვის 31 ნომერში. ნენე, ჩონგური თუ გიტარა? გიტარა. რატომ გიტარა? რავი, სიმართლე გითხრა, პანდემიის პერიოდში ჩემით დავიწყე დაკვრა ჩონგურზე, ეს არ მიცდია. ამიტომ გიტარა. გასაგებია. ნენე, TikTok-ი თუ Instagram-ი? Instagram-ი. რატო? პლატფორმა უფრო დიდი მაქვს, სიმართლე გითხრა, უფრო მეტი ფოლოვერიც მყავს და უფრო ჩემთვის ხომთებსხმი პლატფორმაა. ვინც არ იცის, ნენე სიხარულიძე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნენე სიხარულიძე Instagram-ზე. როგორ რესტორანში არ იმღერებდი? როგორ რესტორანში არ ვიმღერებდი, ალბათ ძალიან ჩამოქებულ, ძალიან საკეიფო რესტორანში. მაგრამ რესტორანში ხო კი, უბრალოდ აი, სადაც უმეტესად სულ ხალხური სიმღერებია, იმიტომ რომ ხალხური სიმღერა. ამიტომ ჩონგური არ. გავარდა. მაშკორსო თუნდა. ვისთან იმღერებდი დუეტს? დიდი ალბათობით ბიონსე. ბიონსე. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თუ ქობულეთში დისკონ კანცუმანე? ფილარმონია რა თქმა უნდა. ამჟამად რა პროექტზე მუშაობ? ამჟამად ძალიან სერიოზული პროექტი მაქვს, ჩემი სიმღერის კლიპი გადაღებულია და ძალიან მალე იქნება პრემიერა და იმედია, რომ მოეწონება ხალხს. და ბოლოს, როგორც მომღერალი ნენე სიხარულიძე, რაზე ოცნებობს? ნენე სიხარულიძე როგორც მომღერალი ოცნებობს თავისი ალბომის გამოშვებას და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნება ეს. წარმატებას გისურვებ შენ საქმეში. ნენე, მადლობა რომ მოხვედი და იმედია ოდესმე გიხილავ მაღალ სცენაზე. მეგობრებო, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ეს არის სოსოს ბლიც კითხვები. აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი TikTok, Instagram და YouTube გვერდი. სოსო ხაინდრავა. აბა დროებით დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.